სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1990 წლის 25 მარტს. ჩვენ გადავედით 38 ნაწილზე და შემდეგი კითხვა პიროვნების სახელი, როგორ ჩანს, ეს და შემდეგი კითხვა ბატონი ჯონი ცნობს მათ. ცნობილი მრევლი არის და მე თვითონ ასახელებს სახელს და ჩვენ მოვისმენთ მაგ სახელს. და კითხვის დამსმელი სვავს გეტყვით კიდევაც ახლა კითხვის დამსმელი აგერ ქვევით უკვე ჰარდლი არის მისი სახელი, რომელსაც ბატონი ჯონი მე თვითონ იტყვის, რომ ჰარდლის ახსენებს. აქვს პირველი კორინთელთა წერილიდან მე-11 თავიდან. მე-10 მუხლში არის ნახსენები სიტყვა. რას ნიშნავს დედაკაც ძალაუფლების ნიშანი ქონდეს ანგელოზების გულისათვის? ან გამო, ან გულისათვის. მე წავიკითხავ ამ ნაწილს მთლიანად რომ ფონი რაც უნდა. და ბატონი ჰარდლი ესე ამბობს. ეხლა მე არა ვარ დარწმუნებული ჯონ რომ ეს ძალიან კრიტიკული იყოს ვინმე სულის გადარჩენისათვის, ან მათი განწმენდისათვის. მაგრამ ნება მომეცი წავიკითხოთ რამოდენიმე ლექსი ფონის შესაქმნელად და დავსვა მე ჩემი კითხვა. ესე იწყებს პავლე მოციქული მე-11 თავს. მომბაძეთ მე, როგორც მე ქრისტეს. იმისათვის გაქებ თქვენ ძმებო, რომ ყველაფერში გახსოვარ და ისე ინახავთ მოძღვრებას, როგორც გადმოგეცით. ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი ქმარია და ქრისტეს თავი ღმერთია. ყოველი მამაკაცი, ვინც თავდაბურული ლოცულობს, ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, ხოლო ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგან ეს იგივეა, ვითომც გადაპარსული იყოს. თუ დედაკაცი არ დაიხურავს, გადაიპარსოს, ხოლო თუ დედაკაც რცხვენია იყოს, თმა შეჭრილი ან გადაპარსული, თავდაბურული იყოს. მაშასადამე მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატებაა და დიდებაა. ცოლი კი ქმრის დიდებაა. ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისგან. ასევე მამაკაციც კი არ შექმნილა დედაკაცის, არამედ დედაკაცი მამაკაცისთვის. ამიტომ დედაკაცი ვალდებულია თავზე ძალაუფლების ნიშანი ჰქონდეს ანგელოზების გულისათვის. თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში. ვინაიდან ისევე როგორც დედაკაცია მამაკაცებისაგან, მამაკაცის დედაკაცის მეშვეობით იშვება, ხოლო ყოველივე ღვთისგან არის. თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის დედაკაც ღვთის წინაშე თავდაუბურავი ლოცვა? ანდა განა თვით ბუნებაც არ გვასწავლის, რომ მამაკაცისთვის სამარცხვინოა გრძელთმიანობა, მაგრამ დედაკაცის გრძელთმიანობა დიდება ამისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული. და თუ ვინმე დავას განიზრახავს, არც ჩვენ და არც ღვთის ეკლესიებს ასეთი ჩვეულება არ აგვაქვს. და მე ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, უბრალოდ შეიძლება ამასთან არის დაკავშირებული ეს ძველი აღთქმაში, მაშინ იყო ტრადიცია და ის რომ ქალები მაგალითად არ ვიცი იცი თუ არა, ხომ ორთოდოქს ებრაელები, ხასიდები, ორთოდოქსი ებრაელი ქალები ბევრი თვას იხოტრავენ. იჭრიან მთლიანად ნოლზე და პარიკები ადებთ და მე თავსაბურავიცაც იკეთებენ, რომ იცოდეთ. ყველა თავსაბურავით დადის. აღარ ვლაპარაკობ მამაკაცებზე. მამაკაცებს იცით, რომ ყველგან პატარა თავსაბურავი აქვს, ან დიდი ბოხოხი გააჩნია იმის დამიხედვით, ან შლიაპები. იცით ხო, შლიაპების ისა ნიუ-იორკში და იმაში თქვენ ნახავთ კუდლებით და შლიაპებით ბევრს და არიან აი ხასიდები და ისინი უფრო კიდე ორთოდოქსები, აი დიდი იმეებით, დიდი კუდები და ქალები უშუალოდ მეც მინახია, ისა აქვთ პარიკი აქვს დადებული და გადახოტრილი აქვს. შეიძლება აი იმასთან კავშირშია. რაც გვერდზე იყოს, ჰარდლი სვავს ამას. ეხლა რას ნიშნავს ანგელოზების გამო? მას აინტერესებს განა თავს დაბურვა და მაგაზეც კითხვა იყო გახსოვთ თქვენ ალბათ, ხომ? უბრალოდ მას აინტერესებს რას ნიშნავს ეს ანგელოზების გულისათვის, ანგელოზების გამო. რატომ არის ეს ნახსენებიო აქ? და არა ის ვატაროთ თუ არა თავსაბურავი. ამაზე თქვენ ადრეც გავეცით პასუხი ჩვენ და ჯონ მაკარტურმა გაცა პასუხი, რომ იმ კულტურაში ეს მისაღები იყო იმ პირობებში და დღესდღეობით ქალი უნდა განსხვავდებოდეს კაცისგან ჩაცმულობით, მაგრამ არ არის აუცილებელი, ახლა ქართველებს რო აქვთ, რომ თავზე დაიხურავენ თავსაფრებს და ამ დროს ძალიან ცუდად იქცევიან და საერთოდ სახში და იმაში დისბალანსი დარღვეულია, ხო? იმ იერარქისა, რომელსაც აქ პავლე იძლევა.
თავსაბურავით შემოიფარგლენ. ზოგიერთ პროტესტანტულშიც აქ იფარებენ, რო იცოდეთ. მე მგონი კათოლიკეებიც აკეთებენ მაგას, მაგრამ სინამდვილეში ცხოვრებაში ახლა ხო ჯერ ეგრეთი მორჩილება და მე ის განსხვავება, რომელიც უნდა იყოს მამაკაცსა და ქალს შორის. ჯონ მაკარტური პასუხობს: ისე სხვათა შორის hardly ახალ აღთქმაში ბევრჯერ არის რაღაცა მსგავსი მოწოდებული. ჩვენ უნდა ყოველთვის როცა ესეთ რაღაცას ხვდებით, ჩვენი გონება და წარმოსახვა სხვა განზომილებაში უნდა გადავიტანოთ, რომელშიც ღმერთი აკეთებს იმას, რაც შეიძლება პირდაპირ არ იყოს ჩვენთან ახლა ამ დროში დაკავშირებული. არის დრო, როდესაც ღმერთს აქვს სულიერი მიზნები ანგელოზების დონეზე. გახსოვთ ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ 1 პეტრეს წერილის შესწავლისას, როდესაც სულიერ ომზე იყო ლაპარაკი. გახსოვთ ხომ, იყო იობი და ყველაფერი მის ცხოვრებაში რაც ხდება და მიმდინარეობს, ყველაფერი მიზეზი არის იმისა, რომ ღმერთი ცდილობს სატანას დაუმტკიცოს, რომ იობი არ შეცდება და იობი არის მართალი კაცი. რაზეც იობს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ცაში და რა დიალოგი გაიმართა. შეიძლება სანაძლეოც ან რაღაცა ეს ხო, რა ქვია, რაც ღმერთმა ჩაიფიქრა. და უკვე ჩვენს წინაშე იშლება მთელი ეს იობის სამყარო, რა ხდება, მის შეჭირება და ამაში მთელი მიზანი და აზრი ჩადებული ეს, რომ ღმერთი უმტკიცებს სატანას მოძღვრებას მარადიულ უსაფრთხოებისა და რწმენის გამძლეობის შესახებ. სატანა მიდის და ღმერთთან გასვოთ ეუნება, ხომ და ღმერთი მიუთითებს იობზე, თუ შენიშნობ ამ კაცს და სატანა ამბობს, თუ მე საკმარისად შევაჭირებ, ის აუცილებლად მიატოვებს თავის რწმენასო და დაგმობს შენო. და ღმერთი ამბობს, გაუკეთე მას რაც გინდა, გარდა მისი სულის არ შეეხო, ფიზიკურად რაც გინდა შეაჭიროე, მატერიალურად, ოჯახის, სოციალურად, ყველანაირად. და მე დავამტკიცებ იობის ცხოვრებით, რომ მარადიული საფრთხოება არსებობს და მე დავამტკიცებ, რომ მოთმინებას აქვს ყველანაირად თავისი შედეგი. მაგრამ ამ დროს იობმა არ იცოდა არაფერი რა ხდებოდა. და ასევე არის მომენტები ამ ცხოვრებაში, როდესაც ღმერთი შეიძლება აკეთებდეს ისეთ რაღაცეებს ზებუნებრივი მიზნებისათვის, რომლებიც არ არის ჩვენი გაგებისა და აღქმის სფეროდან. მიღმა არის. მე მჯერა, რომ თვით კაცობრიობის ხსნაც, ეს გეგმა, ეს არის ისეთი ფენომენი, რომელიც თვით ანგელოზებმაც კი არიციან მთლიანად ბოლომდე და მათაც სურთ რომ გაიგონ. და მე მჯერა, რომ ღმერთი ავლენს დიდებას, ბრწყინვალებას თავის მათ ანგელოზების წინაშე ჩვენი მისი ეკლესიის მეშვეობით, ჩვენი ქრისტიანების მეშვეობით. ეფესელთა წერილის 3 თავი ამბობს, რომ ანგელოზებს შეუძლია დაინახონ ღვთის მრავალხვარი მადლი ეკლესიაში. ხედავთ, ანგელოზები ვერ განიცდიან უფლის მადლს, რატომ? რადგან ანგელოზები არ არიან რა hardly? ცოდვილები, პასუხობს hardly. დიახ, ცოდვილები. ასე რომ ისინი ვერ განიცდიან მადლს, ასე რომ ღმერთს სურს, რომ მან იცოდნენ მადლი. და თქვენ იტყვით, რატომ უნდა იცოდნენ ანგელოზებმა მადლის შესახებ? რადგან მადლი არის ღმერთის თვისებების ნაწილი, მისი ატრიბუტების ნაწილი, მისი ხასიათის, რისთვისაც მათ უნდა მიცენ მათ რა? და hardly პასუხობს დიდება. დიახ, დიდება hardly. ასე რომ იმისათვის, რომ მათ გამოავლინონ თავიანთი იმისათვის, რომ მათ განადიდონ ღმერთი, ამისთვის საჭიროა, რომ ღმერთმა გამოავლინოს თავისი მადლი მათ წინაშე. და ის ამბობს, შეხედეთ ეკლესიას, შეხედეთ რა გავაკეთე მე ამ მადლით ამ ბოროტი ცოდვილების გამოსყიდვისას და მე ასევე მჯერა, რომ ღმერთი ეკლესიაში ავლენს თავის საქმის სასწაულს, ეკლესიაში სრულყოფილად იმით, თუ როგორ აწესრიგებს ეკლესია მის ცხოვრებას. და ამის ნაწილი ზუსტად დაკავშირებულია ქალისა და მამაკაცის როლთან და იერარქიასთან, რაზეც პავლე საუბრობს. და როცა ქალი იღებს მორჩილების როლს, რომ ის მამაკაცისთვის არის შექმნილი, როდესაც იღებს ის ამ დამორჩილებულ როლს და თავზე იდებს ამის სიმბოლოს და იმ კულტურაში იყო თავსაფარი. როცა ისინი ატარებდნენ, ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ იგი ემორჩილებოდა ქმარს. და როდესაც ეკლესიაში ქალებმა დღეს ჩვენ საზოგადოებაში ქალის როლი უკვე გაცვალეს,
და აღარ თამაშობენ ამას, ეს უკვე სხვაგვარადაა. და მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალი ქალურად უნდა გამოიყურებოდეს. რადგან მისი თმა შეიძლება იყოს მისი ქალურობის ნიშანი. მაგრამ მთელი მისი ქცევა ასე უნდა იყოს, რომ მან თავი დაინდაბლოს ქმრის წინაშე და ამით აჩვენოს ანგელოზებს ღვთისმსულის მშვენიერი მოღვაწეობა ამ ეკლესიაში, რადგან ანგელოზებმა შეძლონ ღმერთის განდიდება უფრო მეტად. გასაგებია? დიახ, გმადლობ ჯონ, გასაგებია. გმადლობთ მოკითხვისათვის, ჰარდლი.